მოგესალმებით, ჩემოკარგებო, ბედნიერ კვირას გისურვებთ, ბედნიერი ყოფილიყოს თქვენი მომავალი სრული კვირა. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთკვირიანი პროგნოზი. დღევანდელი დღიდან კვირა დღის ჩათვლით რა გელოდებათ, ანუ რა ენერგიებში იქნებით, რა უნდა გაითვალისწინოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის და მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. კარგად დააკვირდით, აერჩიეთ შესაფერისი ვარიანტი. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, მოიწონეთ, გააზიარეთ ენერგობალანსისთვის და მიკომენტარეთ. ყოველთვის მივესალმები თქვენს აქტიურობას. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებო. პირველი ვარიანტის წარმომადგენლების შემთხვევაში ნახეთ როგორი რაღაცა არის. პირველ რიგში აქ არის ფიქრის საზრუნავი ოჯახზე. აქ არის საზრუნავი საკუთარ სახლზე. ვიღაცა დიდი ხნის მანძილზე ცდილობს, პირდაპირ მნიშვნელობით მოდის ესეთი ინფორმაცია, აქ არის ნოტარიული საქმეები, აქ არის უძრავი-მოძრავი ქონების დამტკიცება, აქ არის ძებნა, გადასვლა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამასთან დაკავშირებით ფიქრები. სხვათა შორის გარკვეული სახის კონფლიქტური სიტუაცია საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრთან, მეუღლესთან. ეს არის საჯარო შეუსაბამეთ თქვენს სიტუაციას. ნახეთ როგორი რაღაცა არის, ძალიან ჩქარობთ ამ საკითხზე. რაღაც დეტალი გეპარებათ, რასაც თქვენ არ აქცევთ ყურადღებას. რა არის, იცით, ამ ასეთ საკითხს არ უხდება სიჩქარე. ეცადეთ ამ ქაოსური და დინამიური ენერგიის გარეშე. დააბალანსეთ, ყური მიუგდეთ თქვენს პარტნიორს, ყური მიუგდეთ რჩევას, რასაც გაძლევენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად მთლიანი კვირის მანძილზე საკმაოდ ქაოსურ ენერგიებში იქნებით. დაბნეული, რაღაც ცოტა შფოთვა მოიმატებს თქვენში, აგრესია, საკუთარი ადგილის, საკუთარი აზრის დამტკიცების სურვილი გექნებათ. მართლაც მოგეჩვენებათ ესეთი რაღაც, ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ, რომ კონკურენცია, კონკურენტები ყავს ძალიან ბევრი, რომ კონკურენციის ენერგია სჭირდება იმისათვის, რომ დაიმკვიდროს საკუთარი თავი ოჯახში, კოლეგებთან, სამსახურში, თქვენს ეგოს სჭირდება ესეთი ქაოსური ენერგია, მაგრამ ეს ყველაფერი არის ილუზორული. ასევე, ვინც არის მეხანძრე, ვინც არის ჯარისკაცი, ვინც არის პოლიციელი, ვინც მიყურებს, ხო? ფრთხილად იყავით ამ ერთი კვირის მანძილზე, გთხოვთ, ეცადეთ ყველანაირად. ცივი გონება შეინარჩუნეთ. ეს არის პირდაპირი გაფრთხილება. დრო დაუთმეთ ოჯახს, ვისაც დიდი ხნის მანძილზე არ მოუკითხავს თავისი საყვარელი ადამიანები, ვისაც აქვს დისტანცია. დისტანცია შეიძლება იყოს სულიერი, დისტანცია შეიძლება იყოს კონკრეტულად კილომეტრებში, ტერიტორიის კუთხით, ხო, სხვადასხვა ქალაქებში იყოთ. გთხოვთ, შეეხმიანეთ, მიწერეთ. იმიტომ რომ ზოგჯერ კი არა და უმეტესად ხოლმე ადამიანები არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ასევე გაფრთხილდით, რამდენად სწორი არის თქვენი სურვილები. რაღაცა აზრი, რაც გაქვთ თქვენ წლების მანძილზე, რაღაცა მიზანი, რამდენად არის ეს თქვენთვის უსაფრთხო. და ვიღაცა პირდაპირ მნიშვნელობით ენერგია მოდის ადამიანის, რომელიც თვლის იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოუვა სერიოზული ურთიერთობა. რატომ ჩემოკარგო, ვინ ჩაგიბეჭდა ეს აზრად, ვინ დაგაპროგრამა ასე? ყველაფერიც იქნება, უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯს მიყევი. ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევი. ნელ-ნელა. პირველი ვარიანტისთვის აქ მოერიდეთ კონფლიქტებს. აქ მოერიდეთ ყველანაირ კონფლიქტურ სიტუაციას, ყველანაირ ექსტრემალურ სიტუაციებს. პირველ რიგში დაიცავით პირადი საზღვრები, დაიცავით სუბორდინაცია, დაიცავით უსაფრთხოება თქვენი და სხვა ადამიანების. რა მოვა თქვენი პირიდან ამ ერთი კვირის მანძილზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ეს იყო პირველი ვარიანტისთვის ინფორმაცია. ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო, ეს ერთი კვირა იქნება, იცით როგორი? ზუსტად როგორც ზუსტად ეს ქარდი არის, ხო, ეს ბარათი. ვარდისფერ ფერებში. მოგონებები,
წარსულიდან დაბრუნება ადამიანის, ვიღაცა პირდაპირ მნიშვნელობით ქორწილისთვის ემზადება და ამისთვის, ვიღაცა საქორწილო კაბას არჩევს, ვიღაცა გეგმავს თაფლობისთვის, აი ესეთი ენერგიები მოდის. ვიღაცასთან დაბრუნდება ადამიანი, დიდი ხნის უნახავ ოჯახს ნახავთ. ვიღაცა ემზადება დასასვენებლად წასასვლელად საყვარელ ადამიანებთან, მეგობრების წრეში, ოჯახთან ერთად, განსატვირთად. სხვათა შორის ორივე ვარიანტს გასდევს ესეთი რაღაც, რომ იქნება შეხვედრა, ძალიან ბევრი შეხვედრები გექნებათ, მესიჯები, ზარები, ამბები, შეტყობინებები, გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციის. ნახეთ, როგორი რაღაცა არის, ყურადღება დაუთმეთ თქვენს შვილებს. ვინც ოჯახში გყავთ ასაკიანი წევრები, ყურადღება დაუთმეთ მათ აუცილებლად. წაახალისეთ. დაბადების დღე აქვს ვიღაცას, რაც მას ესიამოვნება. სულაც არ არის საჭირო საჩუქარი იყოს ძვირადღირებული. უბრალოდ უნდა შეესაბამებოდეს, ვისაც ჩუქნით იმ ადამიანის სურვილებს, იმ ადამიანის შეხედულებებს. ვიღაცისთვის პირდაპირ მნიშვნელობით თქვენს გარდერობში შეიტანეთ ვარდისფერი. ვარდისფერი, მწვანე, ღია ცისფერი. ყვავილები. აჩუქეთ თქვენ საყვარელ ადამიანებს ყვავილები. აჩუქეთ თქვენ საკუთარ თავს ყვავილები და დადგით, სამუშაო სივრცე იქნება, სამზარეულო იქნება, ნებისმიერ ადგილას, აი სადაც თქვენ დიდ დროს ატარებთ. ნახეთ, რამდენად კარგად იმოქმედებს ეს თქვენს ხასიათზე და თქვენს მენტალურ მდგომარეობაზე. წახალისება გჭირდებათ. რაღაცა რუტინიდან გამოსვლა გჭირდებათ. ვიღაცა ელოდება სოფელში წასვლას, როდის ექნება ესეთი შანსი, აი, იცით რა არის, აი მეორე ვარიანტიდან მოდის ნოსტალგიის, მოდის სითბოს, მოდის აი ბავშვური მოგონებები. ბამბის ნაყენის სუნი მოდის, რასაც ქვია. და შაქარლამის. შემოკარგებო ვიღაცას შრომა დაუფასდება და აი თვის ბოლოსკენ ელოდეთ ხელფას ნამატით ბონუსი მსახურებთ უდავოდ. ვიღაცას აქ შეცვლა ექნება სამსახურის სფეროსი ზოგადად. მთელი კვირის მანძილზე იცით, მიუხედავად იმისა, რომ ქაოსური ენერგია აქ არ იქნება ყოველდღიურობა, ყოველდღიური რუტინა, მაგრამ ფიქრები, ადამიანის გამოჩენა, ეს ნოსტალგია, საყვარელი თუნდაც სიმღერის მოსმენა, საყვარელი ფილმის ნახვა დასვენების დროს. აი ბავშვური მოგონებების გახსენება, ფოტოალბომების დათვალიერება. აი სულ შემთხვევით ქუჩაში შეიძლება კლასელს წააწყდეთ. და ეს იმდენად დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში, რომ მთელი კვირის მანძილზე, აი გასტანს, რასაც ქვია, მთელი კვირის მანძილზე. საინტერესო პროგნოზი იყო ძალიან საინტერესო პროგნოზი იყო. მე ყველას ბედნიერ და წარმატებულ კვირას გისურვებთ. აბა თქვენ იცით, ჩემო კარგებო, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მოექეცით ყველას ისე, როგორც გსურთ, რომ თქვენ მოგექცნენ. გაუღიმეთ ამ სამყაროს და დამიჯერეთ. მიუხედავად სირთულეებისა, ეს სამყაროც გაგიღიმებთ თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.